დღეს პროევროპული პროტესტის 79 დღეა. საქართველოს მოქალაქეები კვლავ აპროტესტებენ ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლას და მოითხოვენ აქციის დროს დაკავებული თანამოქალაქეების გათავისუფლებას. მათივე განცხადებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რადგანაც აქციები იმართება, პოლიციელები მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდნენ. და დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ იმ ორ ოფიციალურ დოკუმენტზე, რომელიც ატვირთულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე და ეხება პოლიციის ეთიკას. პირველი მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება 999-ზე. ეს არის დისციპლინური წესდებები, წესების დამტკიცების შესახებ ბრძანება. აქ გრაფიკულად გიჩვენებთ თუ რაზე არის საუბარი, რა ტიპის გადაცდომებზე. ეს არის სამსახურებრივი მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება, სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ უხეში და უღირსის აქციელი შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. და ამ გადაცდომებისთვის ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დისციპლინარული პასუხისგება ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს. როგორც ხედავთ, ერთ-ერთი პუნქტი არის პოლიციელთა მხრიდან ზნეობრივი და ეთიკური ნორმების დარღვევა. და მნიშვნელოვანია, რომ მეორე დოკუმენტი არის ეთიკური წესები, პოლიციის ეთიკის კოდექსი, რომელიც ასევე არის ატვირთული ოფიციალურ ვებსაიტზე და ახლა გრაფიკულად გიჩვენებ თუ რა ტიპის ინფორმაცია ამ მეორე დოკუმენტში ასახული. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რის დაცვაც ევალება პოლიციის თანამშრომელს. ეს არის ღირსების პატივისცემა, პატივუნაცეს ადამიანის ღირსებას პოლიციამ, სიცოცხლის უფლებას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, აზრის სინდისის აღსარებლობის უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, მშვიდობიანი შეკრების უფლებას და ასე შემდეგ. დოკუმენტში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ზემოქმედების დროს პოლიციელმა უნდა უპირატესობა მიანიჭოს ისეთ საშუალებებს, რომელიც ნაკლებ ზიანს მიაყენებს მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს. და პოლიციის ეთიკის კოდექსის მესამე თავში საინტერესო პუნქტი არის, მე მინდა ციტატა შემოგთავაზოთ, პოლიციელები უნდა იყვნენ კორექტულნი და საზოგადოებრივი წევრების მიმართ არ გამოიჩინონ უხეშობა, შეიკავოთ თავი ძალადობისგან, შეურაცხყოფელი ქცევებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებისგან. და ამ ყველაფრის ასე ვთქვათ, სანქცია ზემოქმედება არის, ეს ყველაფერი იწვევს დისციპლინარულ პასუხისგებლობას პოლიციის თანამშრომელთა მიმართ. ეს დოკუმენტები იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც აღვნიშნეთ, აქციის მონაწილეები საუბრობენ, რომ პოლიცია მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობს და ვრცელდება არაერთი ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ აგინებს პოლიციის თანამშრომელი აქციის მონაწილეებს და ასე შემდეგ. ამაზე საუბრობენ უფლებადამცველებით და ჩვენ ვესაუბრეთ, ინტერვიუ ჩავწერეთ უფლებადამცველთან, იურისტთან გოგა ხატიაშვილთან, რომელიც საუბრობს თუ რამდენად ეთიკური არის პოლიცია და რამდენად, ასე ვთქვათ, სამართლებრივი ძალა აქვს ამ ოფიციალურ დოკუმენტებს. მოусმინოთ ამ ინტერვიუს. პოლიციის ეთიკის კოდექსზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინურ წესდებაზე საუბარს განვაგრძობთ სტუმართან. იურისტი და უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით ბატონო გოგა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, პირიქით, მადლობა მოწვევისთვის. პირველი შეკითხვა ეხება ეთიკის კოდექსს, პოლიციის ეთიკის კოდექსს. აქ არის გარკვეულ შეზღუდვებზე საუბარი, მაგალითად, რომ პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის ღირსებას. კიდევ რა შეზღუდვებზე არის საუბარი ეთიკის კოდექსში? კი ბატონო, რა თქმა უნდა, უკვე რამდენიმე წელია, რაც მოქმედებს სწორედ ეთიკის კოდექსი და ეს არის ის ძირითადი პრინციპები, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი და თითქმის ყველა თემაზეა ყურადღება გამახვილებული. მათ შორის საუბარი არის იმაზე, რომ ეს პოლიციისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილგანწყობა, მასთან ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება და პოლიციელი უნდა ხელმძღვანელობდეს არა მარტო კანონით, არამედ ზნეობრივი ნორმებით და უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს და მთელი ეს პრინციპები ორიენტირებულია სწორედ იმაზე, რომ საზოგადოებას აუმაღლდეს ნდობა სამართალდამცავი უწყების თანამშრომლების და ზოგადად სისტემის მიმართ და საინტერესო არის ის, რომ ერთი თავი, მესამე თავი მთლიანად საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს
ეხება და იქ არის მითითებული, რომ თანამდებობის ან წოდების მიუხედავად, ხომ, პოლიციელი აქვს ვალდებულება, რომ საზოგადოების წევრებთან ურთიერთობისას იყოს ტაქტიანი, თავაზიანი, კეთილგანწყობილი და მოქალაქეების მიმართ წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი და ზრდილობიანი ფორმით და ასევე ისეთ წესებზე არის საუბარი ეთიკის კოდექსში, როგორიც არის პოლიციელთა მიმართვები, ხო, მოქალაქეებთან დაკავშირებით და პოლიციელს ეკრძალება მაგალითად ქედმაღლური ტონით საუბარი, ირონია, მუქარა, ფამილარული ტონით მიმართვა, გარკვეული სიძულვილის ენის გამოყენება და მოქალაქეებთან მიმართები ძალადობრივი თუ დისკრიმინაციული დამოკიდებულებები. შესაბამისად, ეს არის ის ფუნდამენტური პრინციპები, ხო, რომელიც აერთიანებს ზოგადად პოლიციელთა ქცევის წესს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხო, ადამიანი დაიწყებს სამართალდამცავ უწყებაში მუშაობას, მას ზედმიწევნით კონდეს გათავისებული ის წესები, რომელიც სწორედ ეთიკის კოდექსით არის განსაზღვრული. თქვენ როგორც უფლებადამცველი ადევნებთ თვალს ამ მიმდინარე მოვლენებს, საპროტესტო აქციებს პროევროპულს, რომელიც უკვე გრძელდება საკმაოდ დიდი ხანია და რა არის თქვენ დაკვირვების შედეგი? მოქალაქეთა დიდი ნაწილი საუბრობს, რომ პოლიციელები არა მარტო სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მოკლედ ყველანაირად არღვევენ ამ ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს. აი კონკრეტული მაგალითები რომ გვითხრათ თქვენ დაკვირვების შედეგი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კოდექსს. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიციამ ეთიკის კოდექსი დაივიწყა. და სრულად უგულებელყოფს, აი სრულად იმ პრინციპებს და მოთხოვნებს, რომელიც სწორედ აი ამ ეთიკის კოდექსით არის განსაზღვრული და ორად შეგვიძლია გავყოთ ეს ნაწილი. ერთი მხრივ, ხო, ფაქტობრივად თითქოს აი პრაქტიკად იქცა, ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობა მოქალაქეების მიმართ, ეს გამოიხატება წამებაში, სხვა ტიპის არასათანადო მოპყრობებში, დამამცირებელ ღირსების შემნახვალ მოპყრობებში და ჩვენ ვნახეთ ასობით ადამიანი, ხო, რომელსაც უმძიმესი დაზიანებები აღენიშნებოდა გარეგნულად. ამიტომაც თითქოს აი რაღაცნაირად ჩამოყალიბდა, ხო, პრაქტიკაში სამართალდამცველთა მხრიდან ესეთი არასათანადო მოპყრობა, ხო, მოქალაქეებთან მიმართებით და მათ შორის ეთიკის კოდექსის ერთ-ერთი დებულება ეხება სწორედ იმას, თუ როგორ უნდა იქცეოდეს პოლიცია დაკავებულებთან მიმართებით და პირდაპირ არის იქ აკრძალვა ეთიკის კოდექსით, რომ ეკრძალება წამება, არასათანადო მოპყრობა, ღირსების შემნახველი მოპყრობა დაკავებულის მიმართ, რა თქმა უნდა, მათ შორის, მაგრამ ეს სრულად არის უგულებელყოფილი, ხომ? აი ეს მოთხოვნა, რომელიც არის სწორედ ეთიკის კოდექსით განსაზღვრული. და მეორე მიმართულება, სადაც ასევე ხედავთ, რომ თითქოს წამოვიდა რაღაცა პოლიციელების ახალი პრაქტიკა, ეს არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი მიმართვები, შეურაცხმყოფელი ტონი მოქალაქეებთან ურთიერთობის დროს და განსაკუთრებით ბოლოდროინდელმა აქციებმა და აი თბილისი მოლთან გამართული აქცია იყო ამის ყველაზე კარგი გამოხატულება, როდესაც ისინი იყენებდნენ უკიდურესად შეურაცხმყოფელ სექსისტურ ენას, განსაკუთრებით ქალებთან მიმართებით და შემდგომში ეს ქალები აღწერდნენ იმ მიმართვებს, ხო, შეურაცხყოფელ გამონათქვამებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა პოლიციელთა მხრიდან და იმდენად არაეთიკური, იმდენად შეურაცხმყოფელი იყო, იმდენად დისკრიმინაციული, რომ ძალიან რთული არის, რომ ეს რაიმე ეთიკის სტანდარტებში შეაფასო და ჩაჯდეს. ამიტომაც ეს პოლიციელთა პრაქტიკასთან მიმართებით ვხედავთ ერთი მხრივ მოქალაქეების მიმართ ეს წამებას, არასათანადო მოპყრობას, ხო, ფლამუსილის ბოროტად გამოყენებას, ძალის გადამეტებას და მეორე მხრივ ხედავთ სწორედ აი ესეთ არაეთიკურ გამონათქვამებს, ხო, უკიდურესად დისკრიმინაციულ და სექსისტურ გამონათქვამებს, განურჩეულად ყველა ადამიანის მიმართ, მაგრამ ხედავთ, რომ აი განსაკუთრებით უმძიმესია ხოლმე ეს მიმართვები ქალებთან დაკავშირებით. შემდეგი დოკუმენტი, რომელზედაც მინდა ვისაუბროთ, ეს არის დისციპლინარული წესდება, რომელიც მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული და ატვირთულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე. რა ტიპის
პასუხისმგებლობაზე არის საუბარი ამ დოკუმენტში და რის გამო? კი ბატონო. ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი, იმიტომ რომ თავად ეს ეთიკის კოდექსის ბოლო ნაწილი მიუთითებს იმას, რომ აი ამ ეთიკის ნორმების დარღვევა იწვევს სწორედ დისციპლინურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ეთიკის კოდექსი უკვე ჩვენ გვამისამართებს ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებზე და მათ შორის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეიძლება გახდეს პოლიციელის არაეთიკური ქცევა, რომელიც ლახავს მათ შორის ხომ სამინისტრო სისტემის ავტორიტეტს და მის რეპუტაციას. და სხვადასხვა პასუხისმგებლობის ზომებია განსაზღვრული. მათ შორის იქ არის საყვედური, სასტიკი საყვედური, შენიშვნა, თანამდებობრივი წოდების რაღაც ერთი საფეხურით ჩამოქვეითება და ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობის ზომა, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არის სამსახურიდან გათავისუფლება და ზოგადად სამართლის წესი არის, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს, ხო, რომელი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა იყოს გამოყენებული, რა თქმა უნდა, დარღვევის სიმძიმიდან, მასშტაბიდან და კიდევ სხვა გარემოებებიდან გამომდინარე. ამიტომაც ეს წესები, რომელიც დისციპლინურ პასუხისმგებლობას ადგენს, ფაქტობრივად ჩვენ დაგვრჩა ფურცელზე დაწერილ ტექსტად, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ესეთი ფაქტების შესწავლა არ ხდება ესეთ მძიმე შემთხვევებზე გამოხმაურება თავად სამინისტროს მხრიდან, რაც არის იმის ხელშემწყობი, რომ კიდევ უფრო მეტად ხდება წახალისება და ჩვენ ხედავთ, რომ ყოველ ჯერზე პოლიცია იყენებს კიდევ უფრო მძიმე ფორმებსა და მიმართვებს ქმედებებს მოქალაქეებთან ურთიერთობისას. კანონმდებლობით თუ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება გარკვეული უფლებამოსილება მიენიჭოს უფრო მეტი უფლებამოსილება პოლიციურ დანაყოფებს და ასევე თუ არის განსაზღვრული, რომელიმე კონკრეტულ დანაყოფს აქვს განსხვავებული უფლებები, თქვათ იგივე დემონსტრაციების დროს, მოქმედების დროს, თუ ეს ყველა ეს ორი კოდექსი ზოგადად მთლიანად უწყების თანამშრომლებს ეხება. როგორ არის იცით განსაზღვრული? ეს არის აი ქცევის ძირითადი პრინციპები, ხო? და შემდგომში იქ არის დაყოფილი კიდე განსხვავებულად ქცევის წესები, მაგალითად საპატრულო პოლიციასთან მიმართებით არის ასევე განსაზღვრული, ხო, მაგალითად სხვა სასაზღვრო პოლიციასთან მიმართებით, ხო, რომელსაც მათი საქმიანობიდან გამომდინარე შეიძლება უწყებამ გარკვეული სპეციფიკური ქცევის წესები დაუდგინოს. თუმცა საბოლოო ჯამში ეს არის მაინც აი ზოგადი ჩარჩო, რომელიც პოლიციელი ზოგად ქცევის წესს ადგენს, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც ვაფასებთ პოლიციელთა ქმედებებს, ასე დროს უნდა გამოვიყენოთ სხვა კანონმდებლობაც, ხო? მათ შორის არის პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს საფუძვლებს, რა შემთხვევაში აქვს პოლიციელს, ხომ, სპეციალური საშუალებების, ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება, მაგრამ მთავარი რაც არის, რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად უკიდურეს შემთხვევაში და პოლიციელმა უნდა აარჩიოს უფლების შემზღუდველი ნაკლებად საშიში საშუალებები, ხო? და ამიტომაც აი ამ პრინციპით უნდა იმოქმედოს და მოქალაქისადმი მიყენებული ზიანი უნდა იყოს მაქსიმალურად შემცირებული. ისეთ რა არის ზოგჯერ საზოგადოებაში არის ხოლმე განწყობები, რომ ხო აი როგორ უნდა მოიქცეს პოლიციელი, როდესაც მოქალაქე არ ღვევს კანონს, ხო? რა თქმა უნდა, ასე დროს კანონი ეუბნება, რომ შეუძლია გარკვეული პროპორციული ზომები, იძულების პროპორციული ზომები გამოიყენოს, რომელიც უნდა იყოს აი ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური, ხო? და ასე დროს ასევე უნდა ეცადოს პოლიციელი, რომ მოქალაქისთვის მიყენებული ზიანი იყოს მაქსიმალურად მინიმალური. და არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც როდესაც ხდება დაკავება მოქალაქის, ხო, წინააღმდეგობის გაწევის პროცესში შეიძლება გარკვეული დაზიანებები ამ მოქალაქემ მიიღოს. მაგრამ ჩვენ რასაც ვხედავთ, ხო, არანაირად არ არის კავშირში ამ ყველაფერთან, იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ხო, რაზეც საუბრობენ თავად ეს დაკავებული აქტივისტები, რომ ეს რაიმე პროპორციული ძალის გამოყენებასთან იყოს დაკავშირებული, ან დაკავშირებული იყოს დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევისას მიყენებულ დაზიანებებთან. ეს არის მიზანმიმართულად, ორგანიზებულად აქტიური ფიზიკური ძალადობის გამოყენება მოქალაქეებთან მიმართებით.